სახელს აღადგინა ზურამას ეკლესია. რა იყო დაახლოებით მანამ, რა ვიცით ამ ადგილის შესახებ? ფოტოგრაფი იყო შიგნით, ნამდვილად ვიცი და მუშაობდა, ამჟღავნებდა ფირებს. ხო, ანუ ფოტოატელიე იყო რა. ნუ რაღაც ნაწილში, დანარჩენ ნაწილში საწყობსებად იყენებდნენ ტაძარს. 1999 წლის 13 ოქტომბერს მოხდა ავტოკატასტროფა. მერაბ კოსტავა ადგილზე დაიღუპა. თამარ ჩხეიძე დაშავდა, მაგრამ გადარჩა. ხოლო მძიმედ დაშავებული ზურაბ ჭავჭავაძე 79 დღის შემდეგ ვირუსით მოსულ სიტუაციაში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსია მაშინ იყო ის, რომ ჰეპატიტი ხალხში ეგრევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰეპატიტი შეყარეს. დედა რას ამბობს? დედას არ უნდა რომ ამ თემაზე არ უნდა რომ არ უნდა რომ დაუშვოს, რომ ვინმე შეყარა ძალით და იმდენ წამალს იღებდა, რომ ალბათ ღვიძლმა ვერ გაუძლო. ანუ მისი ვერსია ესეთი არის. ამას ამბობს დედა და ნუ დანარჩენები ვინც რას შენ ახლა ცოტა ირონიით. არა, ირონიით არა, უბრალოდ კი. ჯერა დედის ვერსიის? არ მჯერა. ეხლა მე როგორც ხვდები, თავარი შენი ინტერესი არის ის, რომ აქ გაკეთდეს მუზეუმი ალბათ, ხო? მუზეუმი. ხო. ეს იქნება მარტო ზურაბ ჭავჭავაძეს თუ ნიკოსიც? ნიკოსიც და ნიკოს წინაპრების კიდე ხო. ჩვენ. ანუ რას ვარქმევთ? ჭავჭავაძე. ჭავჭავაძეს. მეც გეთახმები აბსოლუტურად, რომ შეიძლება საქართველოს ისტორია სხვა რაიმად წარმართულიყო. ეს სხვა შორის კოსტავასაც ეხება, რა თქმა უნდა, კოსტავას პირველ რიგში ეხება ალბათ და ზურასაც. ნიკო თუ დაგვეთანხმებოდა, თქვა. კი. იყო რაღაცა პერიოდი გახსოვთ, ანუ ზურაზე საერთოდ რამ არ საუბრობდნენ, რაღაცა ძალიან ტკივნეული იყო ჩემთვის, რაღაც მოხდა და რო დაუბრუნდი სახლში, მოკლედ ძალიან დარდიანმა უთხარი, რომ როდის დაერქვევა ყველაფერს თავის სახელი, თქვა და შემომხედა და მითხრა, რომ 50 წელი ჭირდება ამას. შენს ცხოვრებაზე, უკვე შემდგომ ცხოვრებაზე, პროფესიის არჩევაზე, ასე შემდეგ, აი ეს მამის, ასე ვთქვათ, აჩრდილი თუ მოქმედებდა, ან თუ ვთქვათ, რაღაცის გადაწყვეტილების მიღების დროს თუ ფიქრობდი, რომ აი ვთქვათ, როგორ შეაფასებდა? სულ ფიქრო. დღემდე, არა მარტო მაშინ, ანუ სულ.